მეგობრებო, ახლა თორთუმის ჩანჩქერთან ვართ მოსული, უნდა დავაცვალიეროთ აქაურობა. ეს არაჩვეულებრივი სანახაობა, რომელსაც აქედანაც დაგანახებთ და მე აუცილებლად მივალთ ახლოს ძირსაც გაჩვენებთ. ჩემო კარგებო, ხმა გესმით ალბათ ჩანჩქერის. ანუ შეგახსენებთ რომ ტაოში ვართ. მოვინახულეთ ტაოს ეკლესია, მონასტრები და ახლა ჩანჩქერთან შევჩერდით თორთუმის ჩანჩქერი, რომელიც ძალიან ლამაზია. მივიწევ წინ რომ თქვენც გაგიზიაროთ ეს სანახაობა. ვაგრძელებთ ქვევით, კიდევ არის ჩასასვლელი. მივემართებით, აქ კიდევ უფრო სხვა სანახაობა იშლება, როგორც ხედავ. ძალიან ლამაზია თორთუმის წყალი. განმეორდები და ვიტყვი რომ თორთუმის წყლის მეწყრული მოვლენის შედეგად ხელოვნურად მე-18 საუკუნეში შექმნეს თორთუმის ჩანჩქერი. და ძალიან გრილი ადგილია. ფიქრობ საფულს ძალიან კარგი იქნება, ოჯახებით არიან წარმოდგენილი ადამიანები, ყავთ პატარა ბავშვებიც წამოყვანილი და ალბათ ერთ-ერთი კარგი საშუალება იქნება ცხელი ზაფხულისგან ასე რომ ვთქვა თავის დასაღწევად თუ არა ცოტა შემსუბუქებისთვის. ძალიან კარგი სანახაობა. იქნა ჩავიდა ქვევით. აბა წავედით. ტაო კლარჯეთში მოგზაურობისას გადავწყვიტეთ თორთუმის ულამაზესი ჩანჩქერი მოგვენახულებინა, რომელიც ერზრუმის პროვინციაში მდებარეობს. ქალაქ ერზრუმიდან 87 კილომეტრის დაშორებით. თორთუმის ჩანჩქერი 48 მეტრის სიმაღლისაა. იგი მე-18 საუკუნეში თორთუმის წყლის მეწყერის გადაკეტვის შედეგად წარმოიქმნა. იგი დღეს ტურისტულ ზონად არის განაცხადებული. თორთუმის ჩანჩქერი. ჩვენ ხალხი ჩემს უკან ძალიან ლამაზი სანახაობა, არ ვიცი ვიდეოში რამდენად აღიქვება ეს ლამაზე, მაგრამ ძალიან ლამაზი ადგილია დამერწმუნეთ. სასწაულია მეგობრებო, მართლა ოღონდ. აი, ოჯახებით არიან მოსული ძალიან გრილ და ლამაზ ადგილზე. ნახეთ ოქშივარი როგორ ადის. მეგობრებო, საშინლად ვიწუწებით მთელი ტანი დამისვენ და ისეთი შეფები აქვს. ირის დაბანა შეიძლება თავისით და ტანისით, სასწაულის შეფები აქვს. გაწუწულები ვართ უკვე. ნახეთ რა მაგარია. ძალიან მაგარი ადგილია, ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე.